გამა ზუსტად პიტბული და ზომბისნაირი მებრძოლებისთვის შეიქმნა. მებრძოლებისთვის სრული ამ სიტყვის გაგებით. არც ერთს არავიზე არასდროს უარი არ უთქვამს. ეს არიან მებრძოლები, რომლებიც ბრძოლისთვის ყოველთვის მზად არიან. ბრძოლაში ბედნიერები არიან. მოხარული ვარ, რომ აი უკვე მეოთხე წელია რაც ამ საქმეს ვაკეთებთ, რომელსაც გამაქვია და მიხარია რომ ზუსტად გამაში ამ 4 წლის განმავლობაში გამოიჭედა ეს ორი მებრძოლი. იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მახსოვს მათი პირველი ნაბიჯები, როგორ შემოადგეს ორგანიზაციაში, რომელიც ფაქტიურად შეიქმნა მათ წინაშე და მათთვის. ზომბი გავიცანი სექტორ 27-ში, ჯერ სანამ გამა შეიქმნა. უბრალოდ სპარინგობდით, დარბაზების საშუალება არ იყო, მაშინ პანდემიის დრო იყო. და ამ სპარინგების დროს კოტე გავიცანი. ერთ-ერთი ბიჭი იყო, ვისაც ვესპარინგე. და ძალიან მწვანე ჭაბუკი იყო, ასე რომ ვთქვათ. და მე გამა რო წამოვიწყეთ, ანუ ეს ორიოდე სიტყვით გავიხსენებ, ჩვენ ხო აირონ ლაშასთან ერთად აირონ ჯოსი გავაკეთეთ. ბევრი სკანდალი მოყვა ამას და ამ შემდეგ. და გამაში რო დავიწყეთ შესარჩევი სპარინგები, კოტეც გამოცხადდა და უნდოდა მონაწილეობის მიღება. და ისე ჩამოყალიბდა წყვილები, რომ მიუხედავად იმისა, რომ კოტე არ იყო თავიდანვე ცუდი მებრძოლი, ისე ჩამოყალიბდა წყვილები, რომ ერთ-ერთი ისეთი ყველაზე დიდი ანდერდოგი კოტე გამოდგა რა, იმიტომ რომ ნიკა ჯაკონია დღესდღეობით პროფესიონალი MMA-ის მებრძოლია, მაშინ ძალიან კარგი მოკრივე იყო უკვე შემდგარი და კიკბოქსინგშიც ჰქონდა უკვე მე მგონი რამოდენიმე ბრძოლა ჩატარებული. ანუ მეტად უფრო გამოცდილი და შემდგარი მებრძოლი იყო ნიკა ჯაკონია, ვიდრე ძალიან ახალგაზრდა ზომბი. ჯერ ზომბი არ იყო, ჯერ უბრალოდ კოტე ჭკადუა იყო მაშინ. და მაგ ბრძოლაში კოტე გაილახა და სერიოზულად წააგო. ანუ პირველი ბრძოლა და უკანასკნელი თუ არ გავიხსენებთ პიტბულთან ბოლო ბრძოლას, სადაც კოტემ ბოლომდე არ იბრძოლა. უკვე მე-20 ბრძოლას ატარებს მე მგონი და აი ეს ორი გამონაკლისი აქვს მარტო. სადაც დროზე ადრე გააჩერეს და სხვათა შორის ისიცაა სათქმელი, რომ ორივე შემთხვევაში კუთხემ გააჩერა. თუ სწორად მახსოვს, პირველში ნაღდად. ბოლოშიც მე მგონი კუთხემ გააჩერა. ხო, რავი, კოტეც სერიოზულად შეიცვალა, ჯერ ერთი რამოდენიმე ბრძოლა რო ჩაატარა, მეორე თუ მესამე ბრძოლა იყო, რომ გამოიკვეთა მისი ბრძოლის სტილი და მე მოუგონე ეს ზედმეტი სახელი ზომბი, რომელიც შეახმა და ასე მოირგო. და სხვათა შორის აი ჩემ თვალწინ განიცადა მეტამორფოზა. ესე ჭაბუკი ასნაირად თავში დაუჯერებელი ახალგაზრდა ჩამოყალიბდა ესეთ შემდგარ მებრძოლად, რომელმაც უკან დახევა არ იცის. რაც შეეხება პიტბულს, ცალკე სითბოთი და ღიმილით ვიხსენებ მის გამაში მოსვლას. ესე იგი, მაშინ აი დიდი პაუზა ჰქონდა პირველი შეჯიბრის მერე, სადაც კოტე გავიცანით ბრძოლაში უკვე და მეორე შეჯიბრამდე თითქმის ნახევარი წელი გავიდა. და ეს მეორე შეჯიბრი ჩავატარეთ ბური ბარში. და ზუსტად ახალი მებრძოლები გავიცანით და ეს დიდი პაუზა ზუსტად იმასთან იყო დაკავშირებული, რომ ის სახსრები აღარ ქონდა, რაც პირველ შეჯიბრში ჩავდეთ და რა გათვლებითაც ჩავდეთ პირველ შეჯიბრში ეს საკმაოდ დიდი სახსრები არ გამართლდა. და მე და გიგა იცით ხა ამ საქმის ფანატიკოსები ვართ, ამიტომ მცირე რაღაცა პატარა შანსი გამოჩნდა თუ არა და ეს შანსი გამოიხატებოდა იმაში, რომ ამ ბური ბარის მფლობელებმა
თვითონ შემოგთავაზეს, რომ ძალიან მაგარი რამე იყო გამაო და მოდი აი თუ შეგვიძლია რომ ჩვენ ბარში ჩავატაროთ, ჩაატარეთ. ჩვენც ავია ყველანაირად მიუდექით, რაღაცნაირად გამოვთვალეთ, დღემდე მიგვირს რანაირად რომ შევძლებთ ამის გაკეთებას და გავაკეთეთ. და რაც შეეხება Pitbulls, ანუ აი თავიდან რომ მოვიდა, როგორც კონტენტს ვიღებდით ამ ბიჭების მოსვლას და რაღაც ჯერ გამას ერთ-ერთი პირველი ნაბიჯებია შეიძლება ითქვას. და პიტი რომ მოვიდა, აი თავისნაირ რაღაცნაირ მოხიპო რაღაც ძალიან უცნაურად ჩაცმულ ტიპებთან მოვიდნენ რაღაც. ნუ რაღაც აი რაღაცნაირად იქცევიან რა გამორჩეულად, აი ზოგადად როგორც მებრძოლები, რასაც მივაჩვიეთ რომ იქცევიან, ასე არა და ის პოტენციალიც ვერ დავინახე ჯერ, ეთყობა არ მქონდა იმ ხელა გამოცდილება, რაც ახლა მაქვს, რომ აი ეს ვარსკვლავი შეიძლება გამოვიდეს. და როგორც ასეთი სპარინგებს მაშინ არ ვატარებდით, უბრალოდ უყურებდით როგორ მუშაობს ტომარასთან ერთი რაუნდის განმავლობაში. და ნუ იქ კაი ტემპში ვამუშავებდით რა, ერთ რაუნდს 2 თუ 3 წუთს და ჩანდა ეხა როგორ სუნთქავს, რა ტექნიკა აქვს, როგორ მოძრაობს. აი ხო და როგორ ყავდა ტომარას მეთქი ჩაიცხელთა 18 წელი სახში. დავბრაკე ერთი სიტყვით და ნუ ამა მითხრა რომ ნუ ტომარასთან ეხა შეიძლება არ გამომდისო, მაგრამ ნუ გამითვალისწინეო რაღაცნაირად აი დავამახსოვრდა რა ისე თქვა. უბრალოდ იძახდა არ მეკონა რა რაღაც პონჩი დაუჯერე. ხო და ასეთი მებრძოლი იყო დათო დოიჯაშვილი, ზედმეტ სახელად მგელი. და მას ჩაეხსნა მეტოქე. 1 თუ 2 კვირით ადრე ბრძოლამდე. და ჩაუსვი Pitbull, ვინაიდან მის წონაში არავინ არ იყო, უცბად გამახსენდა Pitbull-მა რომ მითხრა რომ მაინც გამითვალისწინე და რინგზე სხვანაირი ვიქნებიო და აი იმ ღამეს კი არა, უკვე პრეს კონფერენციიდან დაწყებული გავიცანით ის Pitbull-ი, რომელიც დღემდეა და ესე ძალიან გვიყვარს და უკვე რავი გამა Pitbull-ის გარეშე ძნელი წარმოსადგენია ბევრისთვის. ანუ იქ რომ მაგან ტრეშტოკი გაუშვა დოიჯასთან, ფსიქოლოგიურად უკვე მაშინ დათრგუნა. და მერე უშუალოდ პრეს კონფერენციაზეც ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სტერდაუნი Pitbull-ს ჰქონდა და თვითონ ბრძოლაშიც რაღაცნაირად მოიკრიბა ძალები და მეორე რაუნდში თუ სწორად მახსოვს, ნოკაუტით დაამთავრა. და დაგვაჯერა Pitbull-მა, უკვე აი ბრძოლაში დაგვაჯერა რომ შეუძლია. მე მაგის მერე შეჯიბრი იყო გამა Wilde, სადაც სურმავასთან უნდა ეჩხუბა Pitbull-ს, მაგრამ სურმავა ვერ შეძლო ამ ბრძოლის ჩატარება და დარა გავიცანით მაშინ მერე უკვე. დარასთან ჩაატარა ბრძოლა და უკვე მერე დარასთან ბრძოლაში ძალიან მიუხედავად მარცხისა ძალიან მაგრა გამოიჩინა Pitbull-მა თავი და მაშინ თქვა რომ აი ეს მარცხი მხოლოდ იმიტომ დამემართა რომ ეს კენტუსები მომაშორეთო, მე ვარ ქუჩის მებრძოლიო და აი ბოლომდე Pitbull-ი და მისი აურა მაშინ ჩამოყალიბდა. და აი სხვა თავდაჯერებით აი მაშინ შედგა რაღაცნაირად აი კრისტალიზება მოახდინა Pitbull-ის იმიჯმა და როგორც მებრძოლის მებრძოლმა მასში მათ შორის და ეჩხუბა კაბულაშვილს, ეხა ვერ ვიტყვი რომ ძალიან ძლიერი მებრძოლი იყო, მაგრამ ნუ დაკავებული სპორტსმენი ბიჭი იყო. ახალგაზრდა, თუმცა ლუკამ შანსი არ დაუტოვა გამა გლადიატორზე, რომელიც ცხეთაში ჩავატარეთ. და ნუ აი ძალიან მაგარი დღემდე მახსენდება ეს მომენტი, ხო, აი კლინჩი Pitbull-ს უჭირავს, ის კორპუსში შემუშავება და ეს თითქოს არ გზნობს. ესე თით სასაჩვენებს და მე უბრალოდ დააყოლებს ისეც, რომ დაარეტიანებს.
ძალიან მაგარი მომენტია. ორივე ეს ბრძოლა იმით აღსანიშნავია, რომ ორივე მებრძოლი გამას თავიდანვე მოყვება, რითიც დავიწყე, კოტე ზომბიჭკადუა გამას პირველივე ივენთიდან იბრძვის, ხოლო პიტბული მეორე ივენთიდან შემოგვიერთდა, როგორც ვახსენე. და სხვათა შორის გზები საკმაოდ განსხვავებული ჰქონდათ. კოტე ნელ-ნელა გააცნო თავი მაყურებელს, როგორც თქვი, მიუხედავად იმისა, რომ მარცხით დაიწყო, მეორე ბრძოლაში უკვე ეს უდრეკი რო არის და ზომბი როა და ახლოს მუშაობა შეუძლია დარტყმებს რო იტანს და აბრუნებს. ნიკა შეყლაშვილთან გაირკვა ბურიბარში ზუსტად. და აი გამოგლიჯა კოტემ მეოთხე რაუნდში ეგ ბრძოლა ნიკას. ძალიან დასამახსოვრებელი ბრძოლა იყო და ეს იყო პირველი საღამოს ბრძოლა, რომელიც კოტემ ჩაატარა. პირველი უამრავისგან. მაგრამ და სხვა შორის ის აღსანიშნავია, რომ კოტემ დაიწყო 76 კილოდან. უბრალოდ ტიპს ეზარებოდა წონისკლება, ზოგადად 72-13 კილო იყო და ჩხუბობდა იმ კატეგორიაში, რომელშიც იყო. და თავიდან ცოტა ესე არასპორტული მიდგომა იყო ბევრ მებრძოლში და კოტეც არაა გამონაკლისი. და მერე ნელ-ნელა ჩამოვიდა 70-ში, 65-შიც ჩაატარა გრან-პრიში ბრძოლა და მერე აღმოაჩინა, რომ თურმე 60-ში შეუძლია ჩამოსვლა. და ესე აღმასვლები და დაღმასვლები ჰქონდა კოტეს, აი მივიდოდა რაღაც სერიოზულ ბრძოლამდე, კიდე მისი გრან-პრის ბრძოლები რო გავიხსენოთ, კიდე ელგუჯა გოგიასთან პირველი ბრძოლა, ფოლადასთანაც აქვს კოტეს მაგარი ბრძოლა, სხვა შორის ასევე საღამოს ბრძოლად ვცანით ეგ და ერთ-ერთმა სპონსორმა გაუორმაგა ამ საღამოს ბრძოლის ბონუსები, ეგეც მახსოვს. ისეთი კაი ბრძოლა იყო. მაგრამ აი ასეთ მნიშვნელოვან და ჰაილაით ბრძოლებში აგებდა ხოლმე ძირითადად. და აი უკვე რაღაც 65-ში თუ 60-ში რო ჩამოვიდა, ზუსტად აღარ მახსოვს. უკვე გაუჩნდა სერიოზული ამბიციები, ზუსტად ჩამოყალიბდა მისი იმიჯიც, მოირგო ბოლომდე ზომბი, პლუს გამას მამიკო დაირქვა. ცოტა ასე ვთქვათ, თავიც გააცნო მაყურებელს პიროვნულად და უკვე სერიოზულად დაიწყო მზადება. სხვადასხვა კემპები გაიარა, რეალურად სპორტული ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება და რაც დაეტყო. ერთ-ერთი კლინჩის წესები მათ შორის ერთ-ერთი კოტეს გამოშევცვალეთ, რომ კლინჩი ზიანი თუ არ არის, ახლა ვაშველებთ. ადრე აი კოტემ 5 რაუნდი კლინჩზე იჩალიჩა. მაშინ შეიძლებოდა და როგორც ახლა ვერ დაანაშაულებ, როგორც შეეძლო მოიპოვა გამარჯვება. თუმცა მარტო ფიზიკურობით და კლინჩში არ მოიხოდა კოტე, აღსანიშნავია, რომ ძალიან სერიოზულად კრივშიც დაიხვეწა და პრინციპული მეტოქე, როგორიცაა ელგუჯა გოგია, მანამდე კიდე მათ შორის ისევ კლინჩის დამსახურებით, თუმცა აღსანიშნავია, თორნიკეს ურმავას მოუგო და დაიწყო ასეთ მნიშვნელოვანი ბრძოლებშიც გამარჯვების მოპოვება. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ბრძოლა, რომელიც კოტემ ჩაატარა ჩემი აზრით ბაქარ გელენიძესთან, გრან-პრის ფარგლებში, რომელიც ძალიან თანაბარი იყო, მაშიც დათმო, სუმცირეთ, მაგრამ დათმო. თუმცა სრულიად დაიმსახურა კოტემ თავის კარიერით და თავის შრომის მოყვარეობით, თავდადებით და ბრძოლების ხარისხით, სადაც არც თავს და არც მეტოქეს არასდროს არ ინდობდა ის საჩემპიონო შანსი, რაშიც მან ტიტული მოიპოვა. ხოლო პიტბულმა ისევ როგორც დაგვიბრუნდა, ისევ გაგვაკვირვა და თითქოს და დაიბრუნა ძველი ხაიპი. აი პიტბულის გზა სულ განსხვავებულია კოტეს გზისგან, იმიტომ რომ პიტბული
დაუჯერეთ თუ არა და შანსი ხელში ჩაიგდო თუ არა რომ თავი ხალხისთვის გაეცნო ვარსკვლავით განათებულიყო ასე ვიტყოდი არ დაკარგა ზუსტად ამ პატარა ნაპერწკალით განათდა და ეგრევე გაგვაცნო თავი რა პიტბული რო კამერებში ჩდება უკვე სხვა ყველაფერი იძაბება და როგორც პიტბულებს ჩოვია თამშას ჩაებღაუჭა თავის ჩაკეტა და აი მგელთან მოიგო ბრძოლა, დარასთან სამაგარი ბრძოლა ჩვენა და მე დარას ბრძოლის მე რო დაიწყო მოგებების სერია ყოველთვის იგებდა და რაც საოცარია ყოველთვის იყო აშკარა ანდერდოგი ყველა ბრძოლაში. რომ ძირითადად მომზადებულ სპორტსმენებთან უწევდა შეხვედრა. თუმცა, აი მოკალოიანი მახსენდება დაამარცხა და კარგი სპორტსმენები დაამარცხა, მათ შორის ნახსენები თორნიკე სურმავა გრან-პრის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და პიტბულმა და ასე თქვა ძალიან მოულოდნელი სტილი შეთავაზა თორნიკეს დაანოკდაუნა კიდევაც მოულოდნელი დარტყმა ასეთი და ძალიან წარმოუდგენელი გზა გაიარა პიტბულმა დღემდე მიკვირს იმიტომ რომ ამ დონის სპორტსმენს როგორც ბენო ადამიანსთან რომ მოიპოვებ გამარჯვებას უბრალოდ როგორც ფაქტი ძალიან ბევრ რამეზე მეტყოლებს. ხო, ბევრი იტყვით რომ ოკეი, ბენომი ხელი მოიტეხა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. კი ბატონო. თუმცა ფაქტად რჩება. და ვინც არიცით ბენო ადამია ვინა, უბრალოდ შერდოგზე შედით და აკრიფეთ ბენო ადამია. და მიხვდებით რა დონის სპორტსმენზეა საუბარი და ჩვენ პიტბულს ბენო ადამია დამარცხებული ყავს, უბრალოდ ფაქტია. თუმცა ამ მარცხის შემდგომ ეს ძალიან ჰაიპური ბრძოლა იყო შეთანხმებულ ზონაში. გიორგი ფოლადაშვილმა გამოიწვია, ყველას გვახსოვს ეგ რა, მე მგონი თელმა საქართველომ იცის ეგ ამბავი, დღემდე იხსენებენ, რომ ეს რეალური დაპირისპირება ჰქონდათ ბიჭებს ბრძოლამდე, რაღაც კონკურენცია და პირადული ვერ იტყვი, თუმცა თითქმის ზღვარს იყო რა. და რინგში შეთანხმდნენ რომ გაერკვიათ 63 კილოში. ფოლადიშვილმა მოიპოვა მოგება. და ამის მერე დაიწყო პიტბულის მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ბრძოლა ძალიან სანახაობრივი იყო, დარასთან მეორე ბრძოლა, ჯიქიასთან ორივე ბრძოლა, ბერიძესთან ბრძოლა. ბევრ ბრძოლაში სხვათა შორის ეს ბერიძესთან ბევრი ბრძოლა მიყავდა პიტს და მე რაღაც მომენტში არ უმართლებდა. ჯიქიასთან პირველი ბრძოლაც არ არის გამონაკლისი და რაღაც დონეზე შეიძლება მეორეც ითქვას, იმიტომ რომ ბრძოლის მერე გამართლებაში მეტყვით, უბრალოდ როგორც ფაქტი მე მითხრა. პირადად რომ ფეხზე ქონდა ტრავმა და გადაადგილებაში უჭირდა რა, ვერ ახერხებდა. რაც არ უნდა იყოს ფაქტია, მიუხედავად მაგალი ბრძოლებისა, პიტბული რამოდენიმეჯერ ზედიზედ წაგებული იყო. ცხოვრებაში ძალიან ძნელი მომენტი ჰქონდა და დაგვიბრუნდა თუ არა ეგრევე აი ლოგიკურად იფიქრებდი ხო ეხა რომ ვარსკვლავია და რაღაც დაბრუნდეს რაღაც პონჩი ადვილი ბრძოლა გაუკეთოთ და ნელ-ნელა შემოვიდეს. არ დაგიმალავთ, იყო ესეთი აზრები ჩვენ გუნდშიც. თუმცა, გამაში ეს აშკარად ვიღაცას სპეციალურად არასდროს არ მიყვავდა. და ამჯერადაც, უბრალოდ როგორც აზრები გაჟღერდა თუ არა, პიტბულთან არც ქონდა ლაპარაკები, პიტბულმა დაგვირეკა და დაიწყო ეგრევე ზომბიზე გაწევა. ზომბი მომეცით, საჩემპიონო ტიტული მინდა, ასე შემდეგ.
ვიფიქრე ბიჭო, ამდენი ხანი არ გივარჯიშია, არ გიჩხუბია. რა თავდაჯერება აქვს რა ადამიანს, რა შინაგანი ისა აქვს რა. სერიოზული დუხი აქვს. ხო და ისეც მოხდა, ანუ ჩვენ თავიდან არ ვიყავით იმის მომხრე, რომ ეგრევე პიტბულს მიეღო ამ ბრძოლის შანსი. მაგ დროისთვის რეიტინგებში იმსახურებდნენ შანსს გელა თეგაშვილი და ნიკა კალანდაძე, თუმცა ვინაიდან კოტემ მოითხოვა, რომ მე საჩემპიონო ტიტულს, როგორც ნაღდ მუშტიკრივის მებრძოლს და ჩემპიონს ეკადრება, მხოლოდ შიშველ მუშტებზე დავიცავო და არც გელა თეგაშვილი და არც ნიკა კალანდაძე არ იყვნენ მზად, რომ კოტესთან შიშველ მუშტებზე შეხვედრილიყვნენ და ზუსტად შემდეგი ვინც იყო რეიტინგში, იყო ლუკა კახიშვილი, ჩვენი პიტბული. ზუსტად ჩაატარეს ეს ბრძოლა, ლუკამ ფურორი მოახდინა, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრი მათ შორის მეც ლუკას, მე პირადად მცირე შანსს ვაძლევდი, რომ მოიგებდა. მაინც მახსოვდა, რომ პიტბულს შეუძლია სენსაციების მოხდენა. თუმცა ძალიან ბევრი მათ შორის აი კოტეს გუნდიც მახსოვს შანსსაც არ აძლევდა ლუკას და ლუკამ პირიქით მოახდინა ყველაფერი. მის სიტყვები რო გავიხსენოთ, გამოგვაყლევა ყველა. ამ ორი მებრძოლის გზა იმდენად აღსანიშნავია, იმდენ ტკბილ მოგონებასთან და ემოციებთან არის დაკავშირებული და მით უმეტეს საჩემპიონო ბრძოლაში მომხდარი სენსაცია და ფურორი ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ იმსახურებს ეს ბრძოლა რემაჩს, ვინაიდან კოტემ წაგებისთანავე იმავე დღეს დაგვირეკა და გთხოვა, რომ თუ არის ამის შანსიო, რემაჩი მომეცითო, ანუ გამატარებთ კიდე რამოდენიმე ბრძოლას, რომ დავიმსახურო და რავი, შეიძლება ახლა ანგაჟირებულად ჩათვალოთ ბევრმა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს კოტეა, იმის გათვალისწინებით, რომ პირველივე დღიდან ჩვენთან არის, იმის გათვალისწინებით რა დონის და ხარისხის სანახაობას გვჩუქნის ყოველჯერ როცა ჩხუბობს, ჩვენ დავრთეთ ეს ნება. მით უმეტეს ლუკამაც ჩათვალა, რომ კოტე იმსახურებს უპირველეს ყოვლისა ამ ბრძოლას ადრე ვიდრე სხვა პრეტენდენტები. იმდენად ემოციების გამომწვევი და სენსაციური ბრძოლა, რომ ვფიქრობთ ახლა კიდე უფრო მეტი სანახაობა გველის და ჩემთვის პირადად დიდი კითხვა. გაუვარდა თუ არა ლუკას კოტესთან, თუ დაიბრუნა ის ფარტი, ის ფორტუნა დაისვა ისევ მხარზე, რომელიც თავიდანვე ყავდა და რაღაც ამ თავის ამოუცნობი აურით ისევ ყოველთვის ანდერდოგად გავა და დაიცავს ტიტულს. თუ არა, კოტეც სრულიად დამსახურებული ჩემპიონი იქნება და ნებისმიერ ვითარებაში საინტერესოა ამ ბრძოლაში როგორ განვითარდება. ეს ორი მებრძოლიც ლეგენდები არიან, შემიძლია ვთქვა და შემდეგი პრეტენდენტები რეიტინგებში ვინც არიან, ასევე საინტერესო ბრძოლას შეთავაზებენ ყველას. მეგობრებო, ვისაც არ გინახავთ პიტბულის და ზომბის ბრძოლა, გადადით გამა ფიურის შეჯიბრზე, თავარი ბრძოლა იყო, თვითონ ბრძოლაშიც კი იმდენი ინტრიგა, იმდენი რაღაც ახალი ილეთი დავინახე, პიტბულმა დაუჭირა კოტეს ხელი, მარცხენა ხელი ჯები, რომელთაც დისტანციას აკონტროლებდა და რაღაც მომენტში კაჩავდა და 1-2 დარტყმა ასე გაუტარა, რაღაც ახალი კლინჩის ილეთი შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ არსად არ მინახავს ასეთი რომ მომხდარ იყოს.
და მე ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა კიდევ უფრო სანახაობრივი იქნება. გავიმეორებ, რომ ეს არის საჩემპიონო ბრძოლა შიშველ მუშტებზე, რემატჩი და ვფიქრობ, რომ ხუთივე რაუნდი ძალიან ბევრი სისხლი, ძალიან ბევრი ინტრიგა, არანაკლები სენსაციები გველის ვიდრე პირველ ბრძოლაში. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას გელით გამა ფაით ჰოლში ქსანის 2 ნომერში შაბათს 7 საათზე.